მოგესალმებით მეგობრებო, მზის ელექტროსადგურიდან, სადაც აი ამდენი თოვლია მოსული ნახეთ. აი ჩავარდი, ვარდება ადამიანი, იმხელა თოვლია, დაახლოებით 40-50 სანტიმეტრი და ესე რომ დაათოვა, ნახეთ, ეს თოვლი წამოიღო ქვემოთკენ და სადამდე შეეძლო ჩამოცურდა. ხოლო შემდგომ უკვე აი აქ არის რა ეს თოვლი გაჩერებული. აი ამ დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი პროექტირება და კონსტრუქციის მდგრადობა, რომ სადგურმა გაუძლოს. აი ამ შემთხვევაში ნახეთ როგორი კონსტრუქცია არის გამოყენებული, სპეციალურად არის ესეთი კონსტრუქცია გამოყენებული, რომ ესეთ შემთხვევებში გაუძლოს თოვლის სიმძიმეს. აი რომ დააკვირდეთ, ნახეთ აი ოდნავ დეფორმირებულიც კი არის, დაბლა არის, ოდნავ ჩამოწეული რა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნახეთ ის, რომ თვითონ მზის პანელის ჩარჩო, აი ეს მზის პანელის ჩარჩო, დევს აი ამ მზით კონსტრუქციაზე. და შესაბამისად აი ეგ იჭერს ამ სიმძიმეს. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში თოვლის დაწოლა მოვიდოდა ჩარჩოზე, პანელის ჩარჩოზე და პანელს ჩაღუნავდა. ანუ პანელის მინას აუცილებლად გააფუჭებდა, გაბზარავდა, ჩვენ ქონია ეგეთი შემთხვევები და აქედან გამომდინარე აი ისეთ ადგილებში, სადაც ესეთი დიდი თოვლი მოდის ხოლმე, აუცილებლად ვიყენებთ ესეთ კონსტრუქციას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად იქნეს სადგური დაპროექტებული, გათვლილი და არ მოხდეს მთლიანი სადგურის დაზიანება. ეხლა აი დაახლოებით ალბათ სადღაც 50 კილომდე მოდის კვადრატულ მეტრზე დაწოლა და შესაბამისად ეს კონსტრუქცია მაგას უძლებს.